ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს კიდევ 4 ქართველი სამხედრო დაიღუპა. პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე გუშინ საღამოს ნაღმზე აფეთქდნენ. ავღანეთში დაახლოებით 1 თვის წინ ქართველი სამხედრო მუხრან შოკბანიც გარდაიცვალა. მასთან ერთად მძიმედ დაშავდა სერჟანტი ალექსანდრე გითოლენგია. ქართული მსხვერპლის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა თავდაცვის სამინისტროში ისაუბრა. ანდრეს პოგრასმუსენმა მწუხარება გამოთქვა და სამინისტროში შეკრებილ ქართველ ჯარისკაცებს მიმართა. მან ასევე ალიანსში მისიაში ქართული შეიარაღებული ჯარების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართულ მხარეს ამ დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. ნება მომეცით გამომხატო ჩემი უღრმესი მწუხარება მთელი საქართველოსა და განსაკუთრებით იმ ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცების ოჯახების მიმართ, ვინც გუშინ ავღანეთის სამხრეთში დაიღუპა. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ ურყევნებას და მზადყოფნას ვიბრძოლოთ საქართველოსა და მთელი ევროატლანტიკური თანამეგობრობის საერთო მიზნებისათვის. მინდა ღრმა მწუხარება გამოთქვა ჩემ კოლეგებთან ერთად ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. მიუხედავად მსხვერპლისა, გვჯერა რომ ყველაფერი უკეთესად და უკეთესად შეიცვლება. ანდრეს პოგრასმუსენი თბილისში შეხვედრებს ასრულებს. ბოლო აუდიენცია მას საქართველოს პრეზიდენტთან ჰქონდა. მიხეილ სააკაშვილი და სადანატოს გენერალური მდივნის საუბარი დახურულ კარს მიღმა 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე გრიგოლ ვაშაძის მოადგილე გიგა ბოკერია და უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ კი პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. სამუშაო დღე რასმუსენმა საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაიწყო, შემდეგ ის თავდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. პრეზიდენტთან მისვლამდე კი ნატოს საქართველოს სამეკავშირეო ოფისი გახსნა. ნატოს გენერალური მდივანი თბილისს რამდენიმე წუთში 4 საათზე დატოვებს. ნატოს საქართველოს კომისიას თბილისში საკუთარი წარმომადგენლობა აქვს. ოფისი ათონელის ქუჩაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ გახსნეს. პრეზენტაციას ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებიც ესწრებოდნენ. ანდრეს პოგრასმუსენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ბუქარესტის სამიტის შედეგი კვლავ ძალაში რჩება. თავის მხრივ ბარამიძემ ბოლო დროს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და თითოეული სიახლე ნატოში ინტეგრირების გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. საქართველოში ალიანსის წარმომადგენლობის გახსნას კი იმ განსაკუთრებული ურთიერთობების დასტური უწოდა, რაც ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველოს ნატოს შორის ჩამოყალიბდა. ნატოს სამეკავშირეო ოფისის საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ნატოს საქართველოს კომისიისა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის მთავარი მიზნის, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისაღწევად. საქართველოს სრულად იყენებს ამ ინსტრუმენტებს, რომელიც მყარ საფუძველს უქმნის ალიანს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, საქართველოს ნატოში გაწევრიანების განსახორციელებლად. ბუქარესტის სამიტის შემდეგ აღარ არსებობს კითხვა, გახდება თუ არა საქართველოს ნატოს წევრი. არამედ უკვე საუბარია იმაზე, თუ როგორ და როდის მოხდება ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წვლის ავღანეთში. ქართულ სამხედროებს საერთაშორისო სამშვიდობო ძალებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ავღანეთში მშვიდობის დამყარებაში. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ძალაშია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოს გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ამისთვის შევიმუშავეთ ეროვნული ყოველწლიური გეგმა საქართველოსთვის. ამისთვის მუშაობს ნატოს საქართველოს საბჭო. არსებობს ფონდიც, რომელიც ომის შედეგად დარჩენილი მავნე მემკვიდრეობის ლიკვიდაციაში ეხმარება საქართველოს. ამისთვის იხსნება ეს ოფისიც, რომელიც დარწმუნებული ვარ ახალი ნაბიჯი იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. ნატოს გენერალური მდივანი პირველ ქართულ ვიზიტს აჯამებს. ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილისა და ანდრეს პოგრასმუსენის ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს და გთავაზობთ ჩართვას პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციიდან. ჩვენი ოფიცრების ძეგლი დგას პოლონეთში, ვარშავის ცენტრში, იმიტომ რომ ისინი იყვნენ ბირთვი გენერალ მარშალ პილსუდსკის ძალების, რომელთაც გადაარჩინეს პოლონეთი ყველამ ერთად 20-იანი წლების დასაწყისში გასული საუკუნის და შემდეგ დაიღუპა ბევრი მათგანი ვარშავის აჯანყების დროს. ერთ წუთით საქართველოს აქვს დიდი ისტორია შეიარაღებული ძალების, დიდი ისტორია ბრძოლის, მაგრამ იშვიათად ქონია თავის ისტორიაში გამოცდილება ბრძოლის საკუთარი ქვეყნისთვის დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ქვეშ. დღეს ჩვენი ოფიცრები, ჯარისკაცები
იბრძვიან და თავს წირავენ პირველ რიგში საქართველოს ხუთჯრიანი დროშის ქვეშ. და მე როცა ვაგზავნებდი ჯარისკაცებს ავღანეთში მათ ვესაუბრე, რა თქმა უნდა ისინი მიდიოდნენ თავისი რისკის სრული გაცნობიერებით, მიდიოდნენ და თავი უჭირავთ ამაყად და ღირსეულად, იმიტომ ისინი იბრძვიან საქართველოს ხუთჯრიანი დროშის ქვეშ და პირველ რიგში საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. და საქართველოს ეროვნული ინტერესები დღეს წყდება საქართველოში დემარკაციის და უпроსო ოკუპაციის ხაზებზე, ოკუპაციის და სხვა საკითხებში, სხვა ადგილებში საქართველოში, სადაც ისინი განლაგებულები არიან, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ რაც მიმდინარეობს საერთაშორისო ბრძოლა და საქართველოს აწარმოებს დიდ საერთაშორისო ბრძოლას. დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს ინტერესების ჩამოფარგლა მხოლოდ საქართველოს საზღვრებით, როცა ჩვენ წინააღმდეგ წარმოებს გლობალური პოლიტიკური ბრძოლა ასევე. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ინტერესები და ჩვენ გვყავს ჩვენი მოკავშირეები და ჩვენ გვყავს ჩვენი მეგობრები. და ის რომ საქართველოს ეს ხუთჯრიანი დროშა კიდევ ფრიალებს ამ დარბაზის თავზე, ის რომ საქართველოს აგრძელებს წარმატებულ განვითარებას როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მიუხედავად მის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა, ეს არის ასევე ჩვენი საერთაშორისო კავშირების, ჩვენი მეგობრების, ჩვენი ერთად ყოფნის დიდი დამსახურება. ამიტომ აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვესმოდეს. ავღანეთში ჩვენი ბიჭების თავგანწირვა, ეს არის თავგანწირვა ასევე იმ გლობალური საერთაშორისო ინტერესებისთვის, რომელიც აქვს ჩვენ პატარა ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენ წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის საერთაშორისო ბრძოლა, მაგრამ ასევე ჩვენი მოკავშირეები, ჩვენი მეგობრები, ეს არის ის ხალხი, ვინც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო გადარჩეს, განვითარდეს და გაძლიერდეს. მე კიდევ ერთხელ ქეთს ვიხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების სოვლის წინაშე, უსამძირებ მათ ოჯახებს და მინდა ვიამაყო, რომ ასეთი თავდადებული ხალხი ყავს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ არის. ყოველთვის ყავდა, ყავს და ყოველთვის ეყოლება. Please. As before saying that, I'll say a few words in English. I think it's extremely important that you are here. We remember your brave statements in September 2008, when we came here. It was a resolute moment for my country. But we also appreciate a lot the job you are doing as Secretary General of NATO. I think you took over NATO at a very hard time, with great challenges, great reforms and interesting time of transformation. And on the other hand, also the way you are engaging partners of NATO, not only just the members and allies, shows that there is a future for that organization. I think we are committed members of ISAF. We are thankful for the invitation of this NATO summit in Portugal for the summit of ISAF. We are committed members of all NATO common endeavors, and certainly we greatly count on the fact that you should count on our support and standing by NATO, and we count on your further political support for our territorial integrity, for our independence, and for future development of my country. Thank you again, Mr. Secretary General, for your great job, for your great support, and for being here also at this very painful moment. Thank you very much, Mr. President, for your kind words and for your warm reception today. It is indeed a great pleasure for me to be back in Georgia. It was with great sadness I received the message that Georgian soldiers have been killed in Afghanistan. And let me convey my deepest condolences to the families who have lost their loved ones. These Georgian soldiers have paid the highest price ყველაზე მაღალი ფასი გაიღეს ბრძოლაში თავისუფლებისათვის და ტერორიზმის წინააღმდეგ. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ ამ ადამიანებით. მათი მსხვერპლი
არ იქნება ამაო. ჩვენ პროგრესს ვაღწევთ ავღანეთში და მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ იმდენ ხანს ვიქნებით რამდენიც საჭირო, რომ დავასრულოთ ჩვენი მისია, თავიდან ავაცილოთ ავღანეთს საფრთხე, რომ კიდევ ერთხელ გახდეს ოაზისი ტერორისტებისთვის. და რა თქმა უნდა, საბოლოოდ ჩვენ გადავცემთ პასუხისმგებლობას თვითონ ავღანელების მათ ხელში, როდესაც ამის უნარი ექნება და პასუხისმგებლობის აღებისა საკუთარ თავზე.